მინდა გითხრა ბოდიში მტკივნეული თემაა, მაგრამ ხო, აი ამ ყველაფრის შემდეგ ელოდებით თუ არა დაკავებას. იცით რა არის? პირდაპირ გეტყვით რა, აი ლაპარაკის ხასიათზეც არ ვარ, იმიტომ რომ რაღაც მორალურად ვარ განადგურებული და პირიქით, უბრალოდ გრძნობ, რომ ახლა არის მოქმედების დრო ხალხი. ხო, რა უნდა რა არის მოქმედება, რითი უნდა იყოს გასწრებული იმისგან, რასაც ვაკეთებ. აი ამ ჩაჭაობებულ, არათავისუფალ რა ვიცი იმ პირას ყოფი და ყოფი სადაც ხედავთ რომ სახელმწიფოს ვკარგავთ ეკა ხო და უბრალოდ კონტექსტ შესაძლებლობა სახში მოვიდე ხა მე ციხეში დამოჯობია პირდაპირ გეუბნა საერთოდ ცხოვრებას არ გიგებს ეს ქვეყანაში ცხოვრება მართლა არ მიგებს რა და ბუძოლა უნდა იყოს უკომპრომისო და გულისხმობ რომ კონტრშეტევაზე ვარ გადასასვლელები ხახდო რა თქმა უნდა ჭკვით რა თქმა უნდა კონსოლიდაციით და რა თქმა უნდა ერთობით წინააღმდეგ შემთხვევაში ეხლა საუბარი არავის არ ეშლება ოპოზიციურ სპექტრში რა ეხლა ვიღაცა კი ძალიან კარგად ლაპარაკობს ნაკლებად მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა თქვა რომ მე ვარ შეშინებული მე ვარ პანიკაში სხვა გზა არ მაქვს და გადამოვდივარ ყველა ზღვარს რუბიკონზე ვახავ და ან გამივა და დაგიჭერთ ყველას და შეკრით იქ ან ნუ მოკლედ მე მომიღება ბოლო რა ხო და ეხლა არჩევანი ჩვენზეა რა და ჩვენი შეყრა ის კი არა რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ვართ ამიტომ კი არ გვერდს კაცო იმიტომ გვერდს რომ შეიძლება ვიღაცებზე აქტიურები ვართ ყველანი აქ ვინც ვარ და აქ ვინც არ არის და ის საფრთხეს ხედავს ასობით ადამიანში და 10,000-ობით კიდე საქართველოს მოქალაქეში თუ არ შევაშინებ მორჩა ესენი მოდიან რა ალყაში ვარ რა ვქნა გავარღვი უნდა ეს ალყა ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს ეხლა და გათქვა კონდერაზე გუგლოვოს და გიგის დაჭერის შემთხვევაში რომ იქნება აი მაგალითად ეხლა დამირეკა ნათესავმა და აი ნიკაო რა ხო ხედავ ამ კაცო ამერიკას არ როგორც მითხეს გეუბნებით ზუგდიდი და დამირეკა ნათესავმა ხო ხედავ ამერიკაც კი არ აინტერესებს ხო ხედავ არავის ანგარიშს ამიტომ თავს დაიღუბავო არა წარმოიდგინეთ გაკითხა აი ამაზე აქვს გათვლა რომ ხალხში დანერგოს უიმედობა მაგრამ სინამდვილეში სხვაგვარად არის საქმე უბრალოდ სხვა კარტი გასათამაშებელი არაა ხო არა ასან აბაშიძესაც არ მახსოვს გუბაში ვიღაცა რო ყავდა გამო ვიღაცა რატო ასანიძე იყო გონი ხო გვარად ხო ციხეში რო ყავდა წლების განმავლობაში გამოკეტილი და სტრასბურგის სასამართლო გაწოდება რომ ვარუშე ასანიძე ხო და რა მოვიდე მასალაბაშიძეს ბოლოს კაცო უბრალოდ ეხლა არის ჩვენზე ბევრი რამ დამოკიდებული ხახტო მართლვალდებულება გვაქვს რა ეხლა არავისთვის მე პირადად არ ვიბძვი და არავის არც ერთი არც ორი და არც 10 ადამიანისთვის საერთოდ აი პირდაპირ გეუბნებით ვგრძნობ მომენტს როდესაც შეიძლება ეს ქვეყანა როგორც დაიღუპოს საბოლოოდ ასევე გადარჩეს ჩვენ გვაქვს შანსი რომ ქვეყანა გადავარჩინოთ ვერ გადავარჩეთ ბიძინა ივანიშვილის სიძლიერის გამო კი ვერ დავამოწმებით ჩვენი უსასრულობის გამო დავარცხებით კაცო საერთოდ არ მაინტერესებს არავის ხელისუფლებაში მოყვანა ხედავ რომ სანდრო მელიას რომელიც არის 5 წლის არ ეკნება სახელმწიფო კაცო ერები არსებობენ სამშობლო აქვთ დავიბადეთ იქნება დავიბადეთ ჩემი მისამართი იურიდიული ყოველთვის იქნება ჭონხატის ქუჩა ნომერი 12 თბილისი დაწვერის რაიონი მაგრამ სახელმწიფო და სანდროსაც იქნება მაგრამ სახელმწიფო აღარ ექნება რა არ არსებობს ესეთი ერები სამშობლო აქვთ სახელმწიფო არ აქვთ არ ვიკლავ მე არავისთვის თავს ხახდო ამ ბრძოლაში ვარ იმიტომ რომ ქვეყანა გადარჩეს და სანდრო მელიას და ჩვენ შვილებს ჰქონდეს ნათელი მომავალი აი ამ ბრძოლაში ვარ რა და ამ ბრძოლაში უნდა ყველანი გავერთიანდეთ და გიგის დაკავებით აი ამ საარაკო სიგიჟით რაც ივანიშვილმა გააკეთა ჯერ ერთი მოიჭრა მომაზენსიშდა და მეორე მართლაც გაერთიანებს თლიანად ოპოზიციურ პლატფორმას შეადუღაბებს და ზვარაკად შეეწირა უბრალოდ ამ გერთობას. შეეწირა, მოდი ვაღიაროთ. ვერც ერთი ადამიანი ვერ გატოკვდება და ვერ გაიხედავს ბიძინა ივანიშვილის კი რატო? ნიკა, გიგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი შემაკავშირებელი ფაქტორი. ფიგურა იყო, რომელიც რაღაცა უზრუნველყოფდა. არც ეგონა, ჩვენ ახლა ურთიერთობა აღდგა ურთიერთობა, არათუ უბრალოდ არეგულირდა. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ყველას. გიგისთან ხო მე ჩვენ იცით რა დაპირისპირებულები ვიყავთ და შენ მაგრამ დავინახეთ ეხა საფრთხე უდიდესი და ამ საფრთხის
გარშემო გავერთიანდით და მეტი უფრო სიღრმეში შევედით, კაი გაგებით ურთიერთობაში და ეხლა როგორც ჩანს ბიზნესში ზეგორო ჩვენ მუდმივად ვიქნებოდით დაპირისპირებული ერთმანეთთან და აი ამ დაპირისპირებით ისარგებლებდა რა. და ახლა სულ სხვა ვითარება იქნება, ვერ მოიგებს ბიზინა ივანიშვილი, ვერ გაიმარჯვებს ადიუტანტი, არ ვიცი ვინ არის ეს თადუმაძე, წარმოიდგინეთ ეს კაცო პროკურორი იყო გუშინწინ, იქ ბრალი წაუყენა და აქ გასამართლა სამჯერ დაემშვიდობა ეს ადამიანი საკუთარ შვილს, სამჯერ ატირა ბიზინა ივანიშვილმა უგულავს შვილი, კაცო. შვილები, ნუ სამჯერ დაემშვიდობა რა, ერთხელ გამხოგავს, დაიჭირეს, დაემშვიდობა, მეორე 5 საათით გამოუშვეს, დაიჭირა და მესამეჯერ, ხახნო. სადისტიც არის. არასახელმწიფოებრივი ელემენტიც არის. და ამ ქვეყნის მტერიც არის და ეხლა ნამდვილად არ მიდე რომ სანდრომელიამ შემაგინოს რომ რასაკეთებდი ბაქაბუქის გარეშე გარდაო რატომ აცხოვრებ ამ ქვეყანაში იმ დროს ამიქები ცოცხალი არამი ეს არის ჩემი ამოცანა რა საერთოდ პირდაპირ გეუბნები მე რომ ვიყო რიგი სამოქალაქო აქტივისტი იგივეს გეტყოდით მე ახლა რა თქმა უნდა ვარ პარტიული წარმომადგენელი ნაციონალურ მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, მაგრამ გონია რომ ზეპარტიული ამოცანებდოს გადასაწყვეტი ყველაზე ერთად რა. ამის შემდეგ რაც ბიზინა ივანიშვილს ჩამოვაჩოჩებთ ხალხმა მართლა გადაწყვიტოს ვინ როგორ და რანაირად და ვინც კი ოდენავ მაინც ოპოზიციურ ველზე, ვინც არ უნდა იყოს. არასწორად მოიქცა პირველი ვიქნები შენეთში და ვამხელ. იმიტომ რომ ჩემთვის ავტორიტეტი ბიზინა ივანიშვილთან ბრძოლაში არ არსებობს. ჩემთვის არის ეგზისტენციალური გამოწვევა ბიზინა ივანიშვილი. და არავის ას ეჭვიანობას, არავის ას მარცხნივ, მარჯვნივ, შენ ესეთო, შენ იცოდო, აღარ მოვიტმენ რა. ვინც არ უნდა იყოს ის. ან ყველა ვიმარჯვებთ ქვეყნის სახით, ან ყველა მარცხნებით და სივცე აქ რაღაცა სისულელების აღარ რჩება. ეხლა არის ერთობის დრო.